პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთი ბაღის აქედან საავტომობილო გზა 21,000 იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი რუსთავში მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. სატრანსპორტო კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქუჩის სარეაბილიტაციო ტერიტორია 32,000 კვადრატული მეტრია. აქედან საავტომობილო გზა 21,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. განსაზღვრულია ველობილიკების მწვანე არეალების სანიაღვრე ქსელის, ახალი გარე განათების, ტრანსპორტის მოსაცდელების და დასასვენებელი სივრცეების მოწყობაც. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება. ჩვენს ქალაქში დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მერის გუნდიც აქცენტს ვაკეთებთ სწორედ ამ მიმართულებით. დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება მოდებაძის ქუჩის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების სახით. ეს იყო მოსახლეობის მოთხოვნა. პროექტის ღირებულება არის 6 მილიონი ლარი და ამ პროექტის დასრულების შემდეგ თითქმის სრულად მოწესრიგდება რუსთავში ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძი. ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსთავში დაახლოებით 200,000-მდე თუ მეტი კვადრატული მეტრის გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები არის განხორციელებული. დღეს მიმდინარეობს რუსთავში რამოდენიმე ადგილას საგზაო და არამხოლოდ საგზაო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ჩვენი პოლიტიკური გუნდი განაგრძობს მუშაობას აქტიურად ჩვენს მოსახლეობასთან და მათთან შეთანხმებით განხორციელდება და განისაზღვრება პრიორიტეტები ამ სამუშაოებისა. კეთილმოეწყობა მთლიანად გზის სიგრძეზე ტროტუარები, ასევე გაზონები, შესაბამის სარწყავი სისტემით მოეწყობა ახალი გარე განათება და აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს ამ საკმაოდ დატვირთული სატრანსპორტო კვანძის უფრო მოწესრიგებულად ფუნქციონირებას.